საქართველოში 23 საათია. ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან. ივანიშვილი მოდის. 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 მე როგორც ვფიქრობ, ივანიშვილის პრეზიდენტად არჩევა ძალიან გაგვიაფებს ცხოვრებას ქართველებს. აბა ეხლა თქვენ დაფიქრდით, პარლამენტის თბილისიდან ქუთაისში გადატანა ხომ ძვირი დაგვიჭდა, მაგრამ სამაგიეროდ პარლამენტის ქუთაისიდან ჭორვილაში გადატანა დაგვიჭდება გაწილებით იაფი. საღამო მშვიდობისა თქვენს ტელე და რადიო ყუთებშია ყოველდღიური გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან და მე ამ გადაცემის სამყარო ვასიკო ოდიშვილი გახლავართ. ქალბატონებო და ბატონებო, ერისთვის ამ მღელვარე დღეებში, იმ დღეებში, როდესაც ხალხის წინაშე უამრავ საიდუმლოს ეხდება ფარდა, მეც მინდა რომ ერთი აღიარებითი ჩვენებით მოგმართოთ და ამით ოდნავ მაინც შევამსუბუქო ის სულიერი ტანჯვა, რომელიც რამდენიმე წელია ფსიქოლოგიურად მძრგუნავს და ფიზიკურად მანადგურებს. ხალხნო, წლების განმავლობაში ბოროტმა და ვერაგმა ადამიანებმა 1000 გვარი ფანდების მეშვეობით მემაქციეს ერისათვის ერთ-ერთ საყვარელ ტელეწამყვანად და შემიქმნეს პატიოსანი და პირდაპირი ადამიანის რეპუტაცია. ჩემი ამდაგვარი იმიჯით კი ამ სასტიკმა ხალხმა საკუთარი პირადი კეთილდღეობა შეიქმნა და საკუთარი პირადი მერკანტილური ინტერესები დაიკმაყოფილა. მაგრამ დიდი ხნის ფიქრის და უძილო ღამეების შემდეგ მივხვდი, რომ ყველაფერ ამას ბოლო უნდა მოეღოს. დიახ, მე დღეს აღარ მაქვს გაჩვენების უფლება. ჩემი სიჩუმე მომავალში უამრავ პატიოსან და გულანთებულ ჟურნალისტს გააუბედურებს. ამიტომ მე დღეს ღიად და დაუფარავად ვახმაურებ იმ ადამიანის სახელს, ვინც პირადად ჩამავა ბოროტების სამსახურში და ჩამაყენა სიცრუის სამსახურში. დიახ, ეს ვერაგი ადამიანი არის ჩემი მეუღლე ეკა აკობია, რომელმაც მაესტროს ერთ-ერთი მფლობელის რანგში რამდენიმე წლის წინ დამავერბოვგა, შემაბა ცოლფრულ უღელში და მაქცია იმად, რასაც დღეს წარმოვადგენ. სწორედ ის მაიძულებდა ღვარძლით სავსე ვითომ სატირული ტექსტების თქმას და მისი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მემუქრებოდა, რომ არ გამირეცხავდა შარვალს, არ გამიშვებდა ძმაკაცებთან დასალევად, კვირაობით იუვენტუსის თამაშის დროს გადამირთავდა სანტა-ბარბარაზე და ყველას ეტყოდა, რომ ლოგინში წინდებით მძინავს. დიახ, მე დღეს წავედი უდიდეს რისკზე და ფარდა ავხადე ამ საშინელ საიდუმლოს. როგორ განვითარდება მოვლენები? ვინ გამოიყვანს ბავშვს სკოლიდან? არ ვიცი. არ ვიცი. საზოგადოდ ცნობილი ამბავია, რომ ბიძინა ივანიშვილმა დღეს მორიგი მიმართვა გაავრცელა და თითქმის ყველა სათითაოდ მოგმართა. განსაკუთრებით დიდი სიტყვოთი კი ჩვენს შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრს მიეფერა. აი ეს სიყვარულით სავსე სიტყვები ბიძინას მიმართვიდან. გახსოვს ვანო, სააკაშვილმა დიდი ხვეწნის შემდეგ რომ დამიყოლია ბოკერიასთან მივსულიყავი, რომ მისთვის გადამეფიქრებინა ქვეყნისათვის ერთი ძალიან სარისკო და საბედისწერო გადაწყვეტილების მიღება. მე მაშინ შევძელი ბოკერია დამერწმუნებინა, რომ არ შეიძლებოდა ამ ნაბიჯის გადადგმა. სააკაშვილთან ერთად შენ ცესრებოდი ამ შეხვედრას და მე მახსოვს შენი აღფრთოვანება, რომელსაც შენ გამოხატავდი ჩემი მისამართი. დიახ, აი ასეთია ბიძინას თვალით დანახული ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია. ჩვენ ვითომ დამოუკიდებელი მიშას სპეცსამსახურების მონა ტელევიზიები ხელკეტებს უშვებდით თავს და ამით ხელს უწყობდით მაღალის რეჟიმის გაძლიერებას. ბიძინა კიდევ დადიოდა ბოკერიას არწმუნებდა, ვანოს აღაფრთოვანებდა და ამით ძირს უთხრიდა ამ პირსისხლიან რეჟიმს. ასე იყო ნამდვილად. ბიძინა თავისი მჭერმეტყველებით უმსუბუქებდა ქართველებს ყოფა ცხოვრებას და უკუაგდებდა ხოლმე ბოკერიას სულელურ ინიციატივებს. უბრალოდ 7 ნოემბერს გვიან გაეღვიძა და თან მაშინვე პაატა ზაქარიაშვილის და რამა საყვარელიძის დებატებმა ჩაითრია და ვეღარ გაიგო რა საშინელებებს შადიოდნენ ვანო და გიგა თბილისის ქუჩებში. და რომ მიხვდა გიგას გადარწმუნებას აზრი აღარ აქვს იფიქრა და ესა ვაიმე გავიქცევი და ვანოს მაინც აგვაფრთოვანებ. ვანო კიდე იმ დღეს არც ბიძინას სიტყვებმა აღაფრთოვანა, არც ლექსებმა და არც კანფეტებმა. მაგრამ ბოლოს ბიძინას იღლიდან გამოძრობილმა ახალმა ხელკეტებმა ვანოც გატეხა და მასაც მოგვარა აღფრთოვანებული ღიმილი. ბიძინაც გულდამშვიდებული წავიდა სახლისკენ. ვანო ხელკეტებით აღფრთოვანებული იყო და აბა ცუდი რომ მოხდებოდა, ეს როგორ უნდა ეფიქრა. ვტრიალებთ ისევ ბიძინა ივანიშვილის გარშემო და ვეხმაურებით იმ გზნებარე და პატრიოტულ განცხადებებს, რომელიც გუშინ ჩვენმა, დიახ, უკვე ჩვენმა და ფაქტობრივად მაესტროელებად ქცეულმა უმრავლესობის ლიდერებმა გააკეთეს. არასდროს ქართულ პოლიტიკაში არ იქნება რუსული ფული. ყველაფერი ის, რაც ჩვენ ამ დღეებში ვნახეთ, არის პუტინის მცდელობა ბიძინა ივანიშვილის ხელით შეისყიდოს საქართველოს სახელმწიფო, საქართველოს საზოგადოება, მასმედია და პოლიტიკური პროცესები, მათ შეეშალათ ქვეყანა, მათ შეეშალათ საზოგადოება, რომელიც
ყოველთვის წინააღმდეგება იმას, რომ რუსმა ოლიგარქებმა პუტინის დავალებით შეისყიდონ პოლიტიკური პროცესები, საქართველოს მოსახლეობა და ყველა ის ღირსება, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. ვიშ რამ გზნებარე და მამულიშვილური, რაც ზარღვებში სისხლის ამაჩქროლებელი განცხადებებია. მართლაც მოუხდებოდა ეს განცხადება ვიღაც პატრიოტ ქართველ პოლიტიკოსს, მაგრამ ამათ არ უხდებოდ. რა აქვს ახლა, კარგად მახსოვს ეს პატიოსანი ხალხი ათლარად როგორ ყიდულობდა მშიერ ადამიანებს და 20-ად კიდევ საზოგადოების ცალკეულ ფენას. ხო და აბა როგორ დავიჯერო, რომ ახლა საზოგადოების ყიდვის მცდელობა აღშფოთებთ? არა, ახლა ხვდები, ყიდვის ამბავი კი არ ანერვიულებთ. უბრალოდ იმაზე ნერვიულობენ, რომ საზოგადოება ხვალიდან გაძვირდება. ხო? და ხვალიდან ესე იგი რომ მოიარო მთელი ქალაქი 20-ლარად, ესე იგი ვერავითარ საზოგადოებას ვერ იშო. ცუდღეშია ძალიან ბევრი ადამიანი, ხო? ყველაზე ცუდღეში კი მგონი კაკო გოგიჩაიშვილია და იცით რატომ? იმიტომ რომ კაკოს დღეიდან ორი გადაცემა ექნება საკეთებელი. ერთს ბედნიერი სახით რუსთავი ორში გაუშვებს და გვეტყვის როგორ ეცემა შაქრის ფასი და მეორეს კიდევ მაღალის კაბინეტში წაიკითხავს მჭმუნვარი სახით და იტყვის თუ როგორია ახლა საქართველოში ბარელი საზოგადოების საბაზრო ფასი. ისე პავლე, ნეტა როგორ ვაპირებთ მაგ რუსფულიანთან ბრძოლას, ეგ მაინც გითხარი კაცო და დაგვამშვიდე ეს აგვედებული ხალხი. ალბათ ხალხის თავშეყრის ადგილებში სახარების და მორალის კითხვა უნდა დავიწყოთ და აღკვეთოთ საზოგადოების ყიდვის მცდელობა. რა? არა, ეგრე არის ვარგებს? მოიცა, აბა როგორ? შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ მოახლოეს მომავალში უნდა შეიქმნას ფონდი, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება პოლიტიკური პარტიების ფინანსური მხარდაჭერისათვის. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ძლიერი კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტები ფინანსდებიან და ეს დაფინანსება კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს. ხო, ეგ ჯობია მართალია. მართალია ახლა ეგეც ყიდვას კი გავს, მაგრამ ჯობია და რაღა უნდა ვქნათ. მსმენია შიში ოხერიაო, მაგრამ ასეთი ოხერიც თუ იქნებოდა ნაღდათ არ მეგონა. აი რასერს ინტერპრეს ნიუსი. საპარლამენტო უმრავლესობა პარტიებისთვის დაფინანსების გაზრდის ინიციატივით გამოდის. აქ თავაზობთ სტატიიდან ამონარიც. ეს დაფინანსება უნდა გაიზარდოს და ქართულ პოლიტიკურ პარტიებს უნდა ჰქონდეთ საშუალება მიიღონ დაფინანსება ბიუჯეტიდან და არ იყვნენ მიბმული რუსულ კაპიტალთან. ისინი რუსული ოლიგარქიული წრეების დაფინანსების ქვეშ არ უნდა იყვნენ, განაცხადა კუბლაშვილმა. ესეც ასე გამოჩნდა ბიძინა, თქვა რომ ბევრი ფული მაქვს და ჩვენმა მთავრობამ ეგრევე ოპო პარტიების დაფინანსების გაზრდაზე დაიწყო ზრუნვა. ეგ არაფერი. ბიძო რომ პარტიას შექმნის, მერე ნახე ამათი ჟიმჟიმი. მერე ალბათ ყველა ოპო პარტიას ნაცმოძრაობის აქტივისტებად აქცევენ. იტყვიან რომ არ არის სასურველი რუსული ფულით შექმნილ პარტიაში ჩვენი შალვა ნათელაშვილი და გუბა სანიგიძე მოღვაწეობდნო. ამიტომ ყველას მოუწოდებენ რომ ნაცებში გაერთიანდნენ და გუდიან ბიძინას ერთად ებრძოლონ. ისე ლევან გრეჩიხას ისეთი ბედი აქვს ამ დაფინანსების ფონზე, ვიღაცა მაინც იტყვის გრეჩიხამ ფული აიღო და თან ფურცელზე დაწერა 6 ნიშნა ციფრიო. ეგ იქით იყოს და ჩემო მაღალო პარტიების რომ გეშინია და მაყუც აძლევ. ხომ ხედავ მედიისაც უნდა გეშინოდეს. მოვა ახლა ბიძო და მაყუც მომიტანს. რა მაგარ მაყუც და თანაც ძალიან მაგარი კონტროლირებადი ტელევიზია გავხდებით. მადლობთ. მაღალო, რა უცებ რეაგირე, ხო და რას ვამბობდი? რომ მედია ეს მეოთხე ხელისუფლებაა და დიდი შანსია ბიძინამ ხელში ჩაიგდოს ეს ხელისუფლება. ხო, მაგალო, კაი ბიჭი ხარ შენ. მაგრამ ბიძოს რომ უფრო მეტი აქვს? ბიძო, ისა, რამდენი გინდა? ეს არის 50%? ერთი წუთი. ხო, ახლა უკვე მომწონ ხარ ჩემო მაღალო. ესე იგი ხელის მარტივი მოძრაობით მაღალმა ოპოზიციაც და ტელევიზიაც მოიგდო ზურგზე. ეგრე და შეგაიკაც, აქამდე გექნა, ხო? ვიქნებოდი შენი მედია. ერთი წუთით? ხო, მართალი მithkoms ბიძოს უფრო ბევრი ფული ქონია. აუქციონი შეწყვეტილია ტელეკომპანია მაესტრო გაყიდულია. უთვალავ დოლარად. აი ხალხო, ხომ ხედავთ? მე გავიყიდე. რა მნიშვნელობა აქვს ახლა რომელს მივეყიდე? ფული კი დავითრიე და ახლა. ისე კარგი იქნება თქვენც ასე მოიქცეთ. მოკლედ ხალხო, თუ გაჭირვებას და ესე იგი ამ უბედურ ცხოვრებას უჩივით, ხმამაღლა თქვით რომ ბიძინა ივანიშვილი გევასება და ნახავთ 15 წუთში მაღალმა თქვენი ცხოვრება როგორ რადიკალურად და სასიკეთოდ შეცვალოს. თუ მაღალის თანხა არ დაგამაყოფილებთ, ხო? თქვით რომ მაღალი გევასება და 10 წუთში თქვენთან გაჩნდება ბიძოს წარმომადგენელი და უფრო მეც გადაგიხდით. ასე იქამდე სანამ თქვენი ხვაშიადი არ დაკმაყოფილდება. თუ მიყიდვას გადაწყვეტ, ხა მაინც რა მნიშვნელობა აქვს ხა რომელს მიიყიდე? ხო მეციდე ხა ფულს რა მნიშვნელობა ხა რომლის არის? სული მაინც არა აქვს.
ახლა აბების ეთერში რეკლამიცინის მიღების დროა. რეკლამიცინი ჩვენს ეთერში. საქართველოს ერთსულოვანი ოპოზიცია დიდ გაუგებრობაშია. ვისაც ფორტუნამ გაუღიმა და დიდი ბიძინას რჩეული გახდა, იცინის. ხოლო ვისაც ფორტუნამ არ გაუღიმა და რჩეული ვერ გახდა, ისინი ამბობენ კარგად თუ დაგვაგვირდებით ჩვენც ვიცინითო. ქართული ოპოზიცია იცინის ის, ვინც არის ბიძინის. რეკლამიცინი ისევ ივანიშვილზე. საქართველოს ხელისუფლება ღრმა მწუხარებას გამოთქვამს იმ ფაქტის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე არ არის და იუწყება, რომ ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. საქართველოს ხელისუფლება იქვე დანანებით დასძენს, რომ ეს ფაქტი ხელს არ შეუწყობს საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური გარემოს ჩამოყალიბებას. საქართველოს მოქალაქეობა სად დაარტყეს? ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ უკიდეგანო განცხადებას ნელ-ნელა მასში მოხსენიებული სხვადასხვა პარტიები და მათი ლიდერებიც გამოეხმაურნენ. მე კი ამჯერად ყურადღებას მხოლოდ მათზე გავამახვილებ, რომლებიც მსუბუქად რომ ვთქვათ, ცოტათი განაწყებდნენ ბიძინას ამ ფრაზებს. ვერ ვითანამშრომლებ ფსევდოოპოზიციურ პარტიებთან, რომლებიც ხელისუფლებასთან ფარულ გარიგებასა და კავშირში არიან და მისი ინსტრუქციებით და მითითებებით მოქმედებენ. მე არ მოვერიდები მათ დასახელებას და ღიად ვაცხადებ. ვერ ვითანამშრომლებ ქრისტიან დემოკრატებთან, ლეიბორისტებთან, ახალ მემარჯვენეებთან, EDP-სთან, ქართულ პარტიასთან, თორთლაძის, დავით აიას პარტიებთან. ხელისუფლების დაკვეთას ასრულებენ ზემოთ ნახსენები პარტიების ლიდერები: შალვა ნათელაშვილი, დავით გამყრელიძე, ეროსი კიცმარიშვილი, ბაჭუკი კარდავა. ახლა კი მოდით და ზემოხსენებული ფიგურების პასუხები ვნახოთ. საპარლამენტო ფრაქცია ძლიერი საქართველოს თავმჯდომარე გია თორთლაძეს ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობა ისედაც ვერ წარმოედგინა, რადგან არც საკუთარ თავს მიიჩნევს ბიზნესმენად და არც ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკოსად. აქედან გამოდის, რომ ესე იგი გია ბიძინას ბიზნესმენად მიიჩნევს, რაც არანაირ გაუცებას არ იწვევს, მაგრამ თავის თავს რომ პოლიტიკოსად მიიჩნევს, ამაზე რა ვთქვათ? მაგრამ გია, ისა, თქვენ უბრალოდ პოლიტიკოსი კი არა, თქვენ დიდი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხართ და მეცაც გეტყვით, რომ მე ძალიან გაოგნებული დავრჩი იმ ფაქტით, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაგასროთ ამხელა ფურორის მოხდენა. არა და მე ისო მჯერა თქვენი პოტენციალის და იმის, რომ კედელზე დაკიდებული თოფი ბოლოს უეჭველად გაისვლის. რა ვიცი, არც გაისვლის ეხა. რა მნიშვნელობა აქვს? გადავიდეთ შემდეგზე. ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის ლიდერისთვის გიორგი თარგამაძისთვის სამწუხაროა, რომ ისეთი დიდი მოლოდინი, როგორც ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში მოსვლა იყო, ასე უცბად და სამარცხვინოდ აორთქლა და გააქრა. მაგრამ გიორგი, როგორც ავტობუსში, მეტროში, ბაზარში და სხვა ადგილებში მაქვს გაგონილი, ზუსტად იგივეს ფიქრობს ხალხი თქვენზე და ზუსტად იგივე იმედის თვალით შემოყურებდათ იმედის განადგურების შემდეგ, მაგრამ პოლიტიკა თურმე ისეთი ოხრობა ყოფილა, თუ კარგად გინდა იყო, ვიღაცები ინტენსიურად უნდა აქო, ერიდო და იგუნდრუგო. შემდეგი პოლიტიკოსია დავით გამყრელიძე. რაც შეეხება ივანიშვილთან თანამშრომლობის საკითხს, გამყრელიძის თქმით, ამ შემთხვევაში მათი აზრი ერთმანეთს ემთხვევა, რადგან მემარჯვენეები არავისთან გაერთიანებას არ აპირებენ. რა კარგია რომ ემთხვევა და საწინააღმდეგო არ არის, იმიტომ რომ ეხა საცალკე ზარჩენილი ქვეყანა და სად ერთად, მაგრამ სულ რამდენიმე თვის წინ აღებული 1 მილიონი თვალებიდან არ ამომდის. არა და ცოტა ხანი რომ მოგეცადოთ, შეიძლება ერთზე ბევრად მეტი გეშოვნათ ხო. ეს თქვენი აზრებიც ერთხარეს ყოფილიყო, მაგრამ ბუხთალია წუთი სოფელი და ჭკვიანმა კაცმა იცის, რომ დღევანდელი კვერცხი ხვალინდელ დედალს უნდა ამჯობინოს, ხო და თქვენი ჯეკით ახლა და ჭამეთ კვერცხი და მე კი მომდის, კაი მრგვალად მოხარშული დედალის სუნი, უბრალოდ ჯერ არ მშია და რა ვქნათ? ივანიშვილის განცხადებას ასევე გამოეხმაურა ლეიბორისტული პარტიაც. როგორც ჩანს, მასში წლების მანძილზე დაგროვილმა ბოღმამ ამოანთქია. ვთავაზობთ პირდაპირ ეთერში ღიად გავარკვიოთ, ვინ აძლიერებდა ხელისუფლებას წლების მანძილზე და ვინ ებრძოდა მათ. დროა ეპისტოლარული ჟანრიდან საჯაროობაზე გადავიდეთ და ვნახოთ, ვინ რა თამაშს თამაშობს. განაცხადა გიორგი გუგავა. აი, ჩემო ბიძინა, შენი რიცხვები ესენი არიან. აბერტი თუ ბიჭი ხარ, დაუჯექი პირდაპირ ეთერში და უპასუხე ჩემი შალვას ყველა კითხვას. მიდი. დაჯექი კამერებთან, ყოველ შემთხვევაში შალვას თუ არა, ისე მაინც დაჯექი. თუ მართალი ხარ და დაგვიმტკიცე რომ არსებობ. მოდი ზუსტად ეგაა ახლა ლეიბორისტების პრინციპი. მგონია ახლა მათ უნდათ რომ ხალხს დაუმტკიცო რომ მართლა არსებობ. და მოდით ახლა მე ჩვენც ნუ მოვთხოვთ, კაც. ჩვენ ხომ ლეიბორისტული პარტია უპირობოდ გვიყვარს. და ბოლოს რაც შეეხება EDP-ს წინამძღვარ ბაჭუკი კარდავას, მან საერთოდ გაგვაოცა. ბიზნესის დარგში ბიძინა ივანიშვილთან კამათისგან თავს შევიკავებდი, მაგრამ პოლიტიკაში მას EDP-სთან კონკურენცია გაუჭირდება. ეგრე რა შეკაიკაცა. ძლივს არ გამოუჩნდა ისა ბიძინას კონკურენტი. აკაც იცის თავისი პარტიის პოტენციალი და იღებს ხელში ფარხმალს.
ახლა მთავარი ის არის, რომ მისი მარჯვენა ხელი გურამ ჩახვაძეც იგივე პოზიციაზე დადგეს. აქეთ იგი თარიღ ტუნაუს და ივანიშვილის დამარცხება უკვე გარდაუვალია, აბა რა, კაცო. აბა ეხლა ბატონო გურამ, ესე იგი თქვენ გელოდებით, თქვენი მუხლების ჭირიბე და ესე იგი არ გამოგვისვათ ყელში დანა, თორემ ჩაკლაბავს ეს გიგანტური ბიძინა და ესე იგი თქვენც დარჩებით უსაქმოდ. აი ასეთი იყო დღევანდელი უკონტაქტო დიალოგების მოკლე მიმოხილვა. დანარჩენს კიდევ დაველოდოთ, კაცო, მეტი რა საქმე გვაქვს. გუშინ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრმა სენსაციური აღმოჩენა გააკეთა და გვამცნო, რომ პოლიტიკაში მოსვლის სურვილით გულანთებული ბიძინა ივანიშვილი სულაც არ ყოფილა საქართველოს მოქალაქე. დაუუცებ საქართველოს გზამ 2010 წლის ამომრჩეველთა ერთიან სიაში ბიძინა ივანიშვილი აღმოაჩინა. აი ასეთი ბომბა სტატია წავიკითხე საინფორმაციო სააგენტო ინტერპრეს ნიუსზე. ამონარიდი სტატიიდან 2010 წლის თვით მმართველობის არჩევნებისთვის შედგენილ ამომრჩეველთა ერთიან სიაში დაფიქსირდა პიროვნება, რომლის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, თვე, დაბადების წელი და საცხოვრებელი მისამართი სოფელი ჭორვილა ემთხვევა ბიძინა ივანიშვილის მონაცემებს. თუ თქვენ არ გაგიგიათ, კაცო, რომ ამ სოფელში ორი ბიძინაა, ორივე გრიგოლიძე და ორივე ივანიშვილი. ორივე ერთი და იმავე დღეს დაიბადა, ორივემ რუსეთში დააგროვა კაპიტალი და ორივეს 5.5 მილიარდი აშშ დოლარი აქვს დაგროვილი. უბრალოდ 2010 წლის არჩევნების შემდეგ იმ ბიძინა ივანიშვილს რკინის ნიღაბი გაუკეთეს და დილეგში დაამწყვილეს. ეს თვით მარკვია ცრუ ივანიშვილი კი იმ ჯიგარი ივანიშვილის კეთილ საქმეებს იბრალებს და თან ძირს გვითხრის. აი სულ გამოთხილი აქვს ძირი, ისა, ჩემს მაგიდას ვიფასო საზოგადოება. მაგრამ ჩემი პარტია გპირდება, რომ სულ მალე დაგვიბრუნებს იმ შვიდ უდრტვინელ ივანიშვილს. მეცხრე არხი, რომ თავისი ბოკლობით დახურა და მშვიდად უსმენდა ოპოზიციის დამტრეულ ქართულს. ის კეთილი ივანიშვილი აღარც მაესტროს დაარტყამს და აღარც აქუს. მაგრამ ბოროტო ბიძინა, მე მან შენ უფრო მომწოხარ. მიდი გამოათრიე თოკით კაბინეტიდან ჩახადე რამე უკენი და ჯანდაბას ჩემი თავი კაც. ახლა აბებისეთრეს პოლიტიკოსებს და მათ მიერ გამოთქმულ ფრაზებს ვუთმო. იცინიან და იცინიან პოლიტიკოსები. მეხუთე ადგილი. ძალიან ფრთხილად ვიკამათებდი და ვიპაიქრებდი ბატონ ბიძინა ივანიშვილთან საქმე რო ეხებოდეს ბიზნესს. მაგრამ როცა საუბარია პოლიტიკაზე და მithumedes ეროვნულ დემოკრატიულ პარტიაზე, რომელსაც პოლიტიკაში საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, მას ნამდვილად გაუჭირდება ამ თაგში პაიფქრობა მიუხედავად მილიარდებისა. მეოთხე ადგილი. ბიძინა ივანიშვილის განცხადება ლეიბორისტების მიმართ განპირობებული იყო მრავალი წლის მანძილზე დაგროვებული ბოღმით შალვა ნათელაშვილის მიმართ. მესამე ადგილი. ეფსიანის დაშლით მათ დაადასტურეს, რომ ჩვენი გადაწყვეტილება თავის დროზე შესულიყავით პროცესში ყო ერთადერთი სწორი გამოსავალი და ის რაც დარჩა მე ეფსიანში ჩვენ მივიღეთ სწორედ პროცესი, რომელიც გარდაიქმნა ეგრეთ წოდებული კვოტებზე, ბლოკებზე და ასე შემდეგ, რომელიც ვერ შედგა. და ჩვენ ამას გავერიდეთ, ძვირფასო კოლეგებო, ამას გავერიდეთ, იმიტომ რომ ჩვენთვის თავარი არ არის ადგილები. მეორე ადგილი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სოფლიო დღევანდელი ეკონომიკური კრიზისის ფონზე საქართველოს არის ერთ-ერთი მთავარი მოხსენებელი, როგორც ეკონომიკური მოდელი, რომელმაც გაამართლა. პირველი ადგილი. მის შეკითხვა რატო არ გაკეთა ეს აქამდე ამის შესახებ არავინ არაფერი არ იცოდა და ეს ამბავი რომ მან მიიღო მოქალაქეობა სხვა ქვეყნის საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდგომ გახდა ცნობილი მისივე განცხადებიდან, რომელიც მან გაავრცელა და ამ განცხადების მოსმენის შემდეგ ბუნებრივია იუსტიციის სამინისტრომ აღასრულა კანონი და მოგახსენებათ კანონი არ ისროს მილიარდელებს, მდიდრებს და ღარიბებს, კანონისთვის ყველა თანაბარია. ეს გახდათ გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკოუდიშვილისგან. ნუ მიიღებთ სხვაებს.